თანამედროვე მშენებლობა ითხოვს დღევანდელ დღეს თანამედროვე მასალებს. ამიტომ კომპანია Pharaon Perlitis თავაზობს მოხმარებელს თანამედროვე თვალსაიზოლაციო მსუბუქ პერლიtis ბლოკს, რომელიც ნამდვილად შეესაბამება თანამედროვე კონცეფციას, ეკოსახლი, ანუ ინგლისური ტერმინი greenhouse. პერლიtis ბლოკიდან აშენებული სახლი 25-30%-ით ამცირებს ნაგებობების საძირკვლებისა და მზიდი კონსტრუქციის სტატიკურ დატვირთვას. ამ პროექტისთვის ჩვენ შევარჩიეთ სრულტანიანი 20 სანტიმეტრიანი სისქის ბლოკი და ეს ბლოკი იქნება გამოყენებული გარე პერიმეტრზე. შიდა პერიმეტრისთვის ჩვენ შევარჩიეთ 10 სანტიმეტრიანი ასეთი სტანდარტის ღრუტანიანი ბლოკი, რომელიც იქნება გამოყენებული შიდა პერიმეტრზე. რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანია პერლიtis ბლოკისთვის, არის 5 პარამეტრი. პირველი ეს არის ბლოკის სიმსუბუქე. პერლიtis ბლოკის მოცულობითი წონა მშრალი არის 750 კილოგრამი კუბში. რაც ნიშნავს, რომ პერლიtis ბლოკი იწონის 11-დან 14 კილომდე. ანუ 3 მაგი, 3-ჯერ ნაკლები წონა აქვს პერლიtis ბლოკს. პერლიtis ბლოკის თვალგამტარიანობის კოეფიციენტი, რომელიც იზომება ლამბდაში, უდრის 0.2-ს. ანუ 20 სანტიმეტრიანი პერლიtis ბლოკის წყობა უდრის 4 ცივი ბლოკის წყობას. გარე პერიმეტრზე. 120 სანტიმეტრის ეკვივალენტია 30 მეტრიან კედელზე. 30 სანტიმეტრიანი პერლიtis ბლოკი. დიახ. მესამე პარამეტრი არის მაღალი აკუსტიკური მაჩვენებელი. პერლიtis ბლოკის ხმის აკუსტიკური საიზოლაციო მაჩვენებელი არის 35-დან 65 დეციბელამდე. აქ ასევე 3 წყობას უდრის ცივი ბლოკის, როდესაც ჩვენ ვიყავით გარე პერიმეტრზე. პერლიtis ბლოკის ცეცხლგამძლეობის ტემპერატურა არის 900-დან 1100 გრადუსამდე. პერლიtis ბლოკი არ იწვის და თავისთავად ესე ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია. პერლიtis ბლოკის სუნთქავს არ იშლება, ალპება და არატოქსიკურია. კი ბატონო, მშენებლებისთვისაც იოლის სამუშაოა. ზედაპირის დიახ, სწორი ზედაპირი და შემდეგ უკვე სალესის სამუშაოებიც ნაკლებ ხარჯიანი გამოდის. ჩვენ ახლავე ძალიან მარტივად შეგვიძლიათ ვიგრძნოთ სხვაობა ცივ ბეტონს შორის და პერლიტა ბეტონს შორის აი ამ კედელზე. ხელი რომ მივადოთ, თქვენ დაინახავთ, ხელის გულით ამხელა სხვაობა არის ტემპერატურაში. კი ბატონო, ეს ნიშნავს ამ თვალგამტარიანობის კოეფიციენტს. ხო. 4-ჯერ, 5-ჯერ უფრო თბილი. კი ბატონო.